შენი სულის ჭირიმე. რაც უფრო ბევრს ვიქექები აჭარის ისტორიაში, მით უფრო გაკვირვებული ვრჩები. ზოგჯერ გაგიჟებამდეც კი. ენით უთქმელი ტანჯვავაებისა და მწუხარების შემდეგ საიდან ამდენი მოთმინება, გამძლეობა მეთქი. ვინ არ გადაუარა და გადაქელა, სპარსელები, რომაელები, არაბები, მონღოლები, თურქმანები, ოსმალები და კიდევ ვინ იცის. გაჟუჟეს, გადაუწვეს სახლკარი, გადაუწვეს ტაძრები, გაუჩანაგეს ბაღვენახები, გაზიდეს განძეული, დოვლათი და სიმწრით მოყვანილი ჭირნახული, რაც ვერ წაიღეს, ისიც ცეცხლს მისცეს. სიცოცხლე ჯოჯოხეთად ექცა, თითქოს ცაცგან ურისხდა და მიწაც. შეუგინეს შრომით და გონით ნახვაწი ქართული ხუროთმოძღვრება, ქართული ანბანი, ქართული ლექსი, ქართული სულისკვეთება, ქართული ადათი, ქართული ჰანგი. ხელიდან გააგდებინეს კელაპტრები და სანთლები, მდინარეებად დაახურევინეს სისხლი. ბედის ბორბალმა ჩარხუკუღმა ატრიალა, სისხლით და ცრემლით გაუწითლეს წყაროები, ნაკადულები, ხელე ხარტაფები. ერთგან ბრძანებ ზაქარია ჭიჭინაძე, აჭარილის ცხოვრება მეტად ჩუმია, წყნარი და შეუმჩნეველი. ბევრი იტირა და ივაგლახა, თვალები დაუწყლიანდა, შეიდედა თავისივე იარებიდან მოთქრიალეს სისხლი. ტყეღრე დაეხედებოდა ვაზის ლერწით, სისხლმოთქრიალე ტანით, მოთქმით, ვაებით, კაეშნით, სევდით მიმოდიოდა უსამართლო წუთი სოფელში, შველას და შემწეობას შესთხოვდა დედა საქართველოს. ძმათა მკვლევ ბრძოლებში და შინაურ აშლილობებში ვიყავით მაშინ, სამთავროებად დაკუცმაცებული და ერთმანეთზე დაცგერებულნი. და მაინც გაუძლო ცეცხლის კევრის ტრიალს. თავად რწმენიანმა, გმირმა და შეუმცდარმა, უფალს ცოდვათა მიტევება შესთხოვა. ურყევად დადგა ქრისტეს ჯულის დასაცავად და მოღრუბლულ და მოპირქუშულ აჭარაში აქაურმა ქალმა გამოიბრწყინ გამოანათა უპირველესად. დიდად ნახვაწმა სამშობლოს წინაშე. და ამბობს ზაქარია ჭიჭინაძე. დასავლეთ საქართველოს სამღვდელო სამოსელი სულ აქ იკერებოდა. აქედან იგზავნებოდა აღმოსავლეთ საქართველოში ნაკსოვნაკერი საეკლესიო სამკაული და ფარდები ოქრომკედისა, აღსავლის კარების ფარდები, ოლარები, ხატების ფარდები და მღვდელმთავართა შესამოსლები. ამის ნიშნები დღევანდლამდე აქეთ დაშთენილი, ნამეტური მოჯახებში, სადაც მოკრძალებით ინახავენ. ძველს საეკლესიო ნივთებს როგორც ძველად, ისე დღეს აჭარელი ქალები ამზადებენ. ძაბს, შალს, ჩავაშირებს და სხვადასხვა ქსოვილებს, ყაბალახებსაც ესენი ჰგერავენ. და თქვენ, ქალბატონო, ვინც ახლა ამ სტრიქონს კითხულობს, გულის გულს ვენაცვალე თქვენსას, როგორც დედა ჩემი იტყოდა, შენი სულის ჭირიმე.